Moldovas წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებოდა არაერთი ონლაინ მონიტორინგის ჯგუფი და ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც რუსეთს აქამდე გამოუვლენია სოციალურ ქსელებში. საუბარი არის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ იმისათვის, რომ გაევრცელებინათ დეზინფორმაცია. ისინი ქმნიდნენ გამოგონილი მედია ორგანიზაციების პლატფორმებს და შემდგომ AI ბოტები, ანუ ხელოვნური ინტელექტის ბოტები, აქტიურად აქვეყნებდნენ კომენტარებს სოციალურ ქსელში. რათა შემდგომ გაევრცელებინათ ანტიევროპული გზავნილები. არაკომერციულმა ციფრულმა ორგანიზაციამ Reset Tech-მა Associated Press მიაწოდა ანგარიში, სადაც ისინი საუბრობენ ყალბ ვებგვერდებზე, რომელიც ამ პერიოდში შეიქმნა. ერთ-ერთის სახელი იყო Rest Media, რომელიც თავს წარმოაჩენდა როგორც მედია ორგანიზაცია, თუმცა სინამდვილეში ყველა სტატია, რომელიც ამ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, იყო AI-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტის შექმნილი და შემდგომ ამ გამოგონილ სტატიებს სოციალურ ქსელში კონკრეტულად კი პლატფორმა X-ზე ავრცელებდნენ ანგარიშები ეგრეთ წოდებული ჩართულობის ფერმებიდან. ეს არის ეგრეთ წოდებული ფერმები, რომლებიც მოქმედებენ აფრიკაში, ისინი იღებდნენ კონკრეტულ თანხას იმისათვის, რომ რაც შეიძლება ვცლად და დიდი რაოდენობით აეტვირთათ შემდგომ ეს AI გენერირებული სტატიები სოციალურ ქსელებში, რათა შეიძლება მეტ მომხმარებელს ენახა დეზინფორმაციული სტატია. მიუხედავად იმისა, რომ Rest Media ცდილობდა შეენიღბა საკუთარი თავი, მკვლევრებმა აღმოაჩინეს რუსეთთან აშკარა ტექნიკური კავშირი IP მისამართებისა და ვებგვერდის მეტამონაცემების მეშვეობით. ვკითხულობთ Associated Press-ის სტატიაში. ასევე აკვირდებოდა დეზინფორმაციული დეზინფო ლაბი ამ არჩევნებს წინასაარჩევნო პერიოდს და ასევე რუმინული ანალიტიკური ცენტრი ექსპერტ ფორუმი, რომლებმაც განაცხადეს, რომ 5 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით მათ აღმოაჩინეს 100 ყალბი ანგარიში TikTok-ზე, რომლებმაც ჯამში დააგროვეს 13 მილიონზე მეტი ნახვა და მათი ვიდეოების მთავარი გზავნილი იყო მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ და მისი პარტიის მოქმედება და სოლიდარობის წინააღმდეგ. ის, რასაც დღეს ვხედავთ, ფუნდამენტურად განსხვავდება კლასიკური დეზინფორმაციული კამპანიებისგან. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წუთებში შექმნას პროფილები, რეალისტური ფოტოები, მრავალფეროვანი კონტენტი, რასაც ადრე კვირების განმავლობაში სჭირდებოდა მუშაობა, აღნიშნავს ერთ-ერთი ექსპერტი. აღსანიშნავია ის, რომ გამოძიება ჩაატარა ასევე BBC-მაც. ეს არის ფარული ჟურნალისტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მათ აღმოაჩინეს სპეციალური რუსეთისგან დაფინანსებული საიდუმლო ქსელი, რომელიც მონაწილეებს, ამ ქსელის მონაწილეებს ჰპირდებოდა თანხას, თუ ისინი სოციალურ ქსელებში გაავრცელებდნენ პრორუსულ პროპაგანდას და ყალბ სიახლეებს. მათ ასევე BBC-მ ასევე აღმოაჩინა, რომ მონაწილეებს აძლევდნენ თანხას იმისათვის, რომ მათ ჩაეტარებინათ ყალბი გამოკითხვა გამოგონილი ორგანიზაციის, რაც მოლდოვის კანონების მიხედვით არის აკრძალული, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მაია სანდუს მიმართ მხარდაჭერა მოლდოვაში იყო დაბალი. გამოძიებამ იპოვა კავშირები ამ საიდუმლო ქსელისა და მოლდოվել ოლიგარქ ილან შორის. ილან შორი არის მოლდოველი ოლიგარქი, რომელიც სანქცირებული არის ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მიერ და ბოლო ინფორმაციით ის მოსკოვში იმყოფება.